მოსიარულე მკვდრების წინა სერიაში. მე მიყურე, ჩემთან დარჩი გესმის? ნაკბენი სასიკვდილოა, ციებ-ცხელება შიგნიდან კლავს, შემდეგ კი კვლავ ფეხზე დგები. ალბათ ატლანტაში არიან, ცოცხლები არიან, ჩემი ცოლ-შვილი. ამ ბავშვმა ისედაც ბევრი გადაიტანა. დედამის ვერ დაკარგავს. გასაგებია? დედა? ეი, შენ, ტანკში რომ ხარ, კარგად მოეწყვე? მოკრიფე რამე? როგორ უნდა გავარკვიო ჩხამიანია თუ არა? მე მხოლოდ ერთი ზუსტი საშუალება ვიცი. კითხო შენს როდის დაბრუნდება? ხო, რა თქმა უნდა, გმადლობ. დეილ, ტყეში წავალ. საყვარელო, იქ იყავი, სადაც დეილ შენი დანახვა არ გაუჭირდება, კარგი? კარგი, დედა. არც შენ წახვიდე ძალიან შორს. იქამდე მიდი, საიდანაც შენი ხმის გაგონება არ გამიჭირდება. თუ რამეა დაიყვირე და მეც მოვალ. კარგი, დედიკო. ჩუმად, დამშვიდი. ჩანდაბა, როგორ შემაშინე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მალოდინე, ვეცადი არ მეხმაურა. სად იყავი? ემი სოკოს კრებდა, მომიწია დალოდებოდი სანამ არ დაბრუნდებოდა. დრო ბევრი გვაქვს? საკმარისად. AMC წარმოგიდგენთ. ენდრიუ ლინკოლნი, ჯონ ბერნთალი, სარა ვეინ კელისი, ლორი ჰოლდენი, ჯეფრი დემანი, სტივენ იენი და ჩენდლერ რიქსი. პროდიუსერები რობერტ კირკმენი, დევიდ ალფერტი, ჩარლზ ეგლი და გეილენ ჰარდი.
მოსიარულე მკვდრები პირველი სეზონი მეორე სერია. მიღება, გესმით ჩემი? აი სათყოფი ხარ, უკვე ვნერვიულობდი. სად ხარ? გარეთ? ახლა მხედავ? ხო, ხედავ. მოსიარულეებით ხარ გარშემორტყმული. ეს ცუდი ამბებია. კარგი ამბავიც არის? არა. მისმინე, ვინც არ უნდა იყო, ვაღიარებ რომ ოდნავ შეშინებული ვარ. ხო, შესაძლოა საერთოდ რომ ხედავ და საერთოდ ჩაიწვედი. რაიმე შემოთავაზება გააქვს? ასე უბრალოდ გავიქცე? ჩემი ვარიანტი არ არის შესაძლებელი, როგორც გონია. მხოლოდ ერთი მოსიარულე დარჩა დაგისახურებდა. დანარჩენები ჩამოვიდნენ და მკვდართან მდგომარეობაში შეუერთდნენ. ჯერჯერობით ყველაფერს ხდები? ჯერჯერობით კი. კარგი მოგესალმებით რომ ქუჩა ციფრიელია. თუ ახლა გაიცნები სანამ გართულები არიან, შანსი გეძლება. გუები გააქვს? იმიტომ არ აშიდებს რომელიც გამივარდა. მისაღებას შევძლებ? დაივიწყებ თომა რა გამორიცხულია. რა გაქვს თან? მოითმინე? არის. ბერეტა მაქვს 15 ტყვით. გაუმხით იმას. მარჯვენა მხრიდან გადმოდი და წინ გამოიკეთე. ქუჩის პირდაპირ 50 მეტრში ხეივანი იქნება. იქ დამელოდე. ეი, რა გქვია? საერთოდ არ მისმენ? შენი დრო იწურება. გასაგებია. არა, მკვდარი არ ვარ. წამოდი, სწრაფად. რას აკეთებ? ფეხი გამოადგი. მოდი, ამოდი. კარგი იყო კლინტ ესტვუდ. ახალი შერიფი ხარ, რომელიც ქალაქის გასაწმენდად ჩამოვიდა, გეგმებში ეგ არ მქონია. ხო, რა აზრი აქვს, მაინც იდიოტი ხარ. რიკი, გმადლობ. გლენი, არაფრის. პოზიტიური მომენტი, ჩვენი სიკვდილის მიზეზი სიმაღლიდან ჩამოვარდნა გახდება. ოპტიმისტთა რიცხვს მივეკუთვნები. შენ გადაღობე ბარიკადებით ხეივანი? არა, მე არა. როგორც ჩანს, როცა ქალაქი დაიპყრეს, ვიღაცა მიფიქრა, რომ ზომბები აქ ამოსვლას ვერ შეძლებდნენ. რატომ გადაწყვიტა ჩემს გამო თავის საფრთხეში ჩაგდება? ამას სულელური გულუბრყვილო იმედი უწოდე, მაგრამ თუმცა ეგეთ დღეში აღმოჩნდები, იმედი მაქვს ასე გადამარჩენს ფილმი. ალბათ შენზე უფრო დიდი იდიოტი გამოვდივარ. დავბრუნდი, სტუმარი და ხეივანში რამდენიმე ზომბი მოვიყვანე.
წამოდი, მორალეს, წავიდეთ. ნაბიჭვარო, ახლავე მოგკლავ. დამშვიდი ანდრეა, შეეშვი მას. დამშვიდდე? დამცინით ხო? ამ იდიოტის გამო ახლა ყველა მოვკვდები. ანდრეა, შეეშვი მეთქი გითხარი. ან გამოკარი ჩახმახს თუ გინდა. დრები ვართ, ყველა მოვკვდებით. დამნაშავე კი შენ ხარ. არ მესმის. მისმინე. ქალაქში საჭმლის მოსამარაგებლად ჩამოვედით. იცი რა არის წარმატებული მომარაგების გასაღები? გადარჩენა. და ის თუ ვიცი გადარჩენის გასაღები რა არის? ყველგან თითის წვერებზე სიარული და არა შუა ქუჩაში ვიღაც წეული კობოივით სირბილი. ყველა სასადილო დაპატიჟა. ახლა მიხვდი? ღმერთო ჩემო. რა ჯანდაბას აკეთებდი იქ? მინდოდა ვერტმფრენის ყურადღება მიმეფხო. ვერტმფრენის არანაირი ვერტმფრენი არ არსებობს. ჰალუცინაციები გაწუხებს, რაღაცები გეჩვენება, ხდება ხოლმე. თავად დავინახე. ეი თიდოგ, შეეცადე რაცია ჩართო და დანარჩენებს დაუკავშირდე. დანარჩენებს? დევნილთა ბანაკში? ხო, როგორ არა, დევნილთა ბანაკში ქორწობილებს აცხობენ და გველოდებიან. სიგნალი არ არის. იქნებ სახურავი დამცადოთ. შეუძლებელია, დიქსონია. რას აკეთებს ეგ მანიაკი? წამოდით, წავიდეთ. ჰეი, დიქსონ, ჭკუიდან შეიშალე? ჰეი, შეიარაღებულ ადამიანს უფრო თავაზიანად უნდა ელაპარაკოთ. ჭკუ აიხმარეთ. უბრალოდ ტყვიებს ხარჯავ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება გადმოგაქვს ჩვენზე. ის არ მეყვა, რომ მთელი დღე ეს მექსიკელი ცდილობდა ჩემი ჭკუის სწავლებას. ახლა შენც დაიწყე? ეს არ მოხდება, ძმაო. არასდროს. არასდროს. ამით რისი თქმა გინდა? გეყოფა, დამშვიდი, ძმაო. გაჩერდი. ეი, თიდოგ, დაივიწყე. ეს ამად არ ღირს. მერლ, უბრალოდ დამშვიდი, კარგი? გინდა გითხრა, რატომ არ მოხდება? გეტყვი რატომაც, მისტერ იო. იმიტომ რომ ზანგს არასდროს დავემორჩილები. შენი გეყოფათ. დიქსონ. დიქსონ საკმარისია, გაჩერდით. დიქსონ შეეშვი, რამეს დაუშავებ. მერლ, საკმარისია. გაჩერდი. არა, გთხოვ. აი ასე. ახლა პატარა თათბირს გავმართავთ. გავარკვევთ ვინ არის აქ უფროსი. ჩემს ხმას საკუთარ თავს ვაძლევ. კიდევ ვინმეს უნდა მონაწილეობა? აქ სრული დემოკრატიაა. ხელი აწიეთ, აბა. ყველანი თანახმა ხართ? მიდით. არავინაა წინააღმდეგი? შესანიშნავია. აი ასე. ესე იგი ახლა უფროსი მე ვარ. ხომ ასეა? კიდევ არის ვინმე? კი. შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? მეგობრული ოფიცერი. კარგად მომისმინე მერლ. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. არანაირი ნიგერი და არანაირი თეთრკანიანი იდიოტი. მხოლოდ მუქი და ღია ხორცი. არიან მკვდრები და ვართ ჩვენ. ამ ომს მხოლოდ ერთად მოვიგებთ და არა ცალ-ცალკე. წადი შენი. როგორც ვხედავ, კარგად ვერ გამიგე. მართლა? ხო და კიდევ ერთხელ წადი შენი. შეიარაღებულ კაცს უფრო თავაზიანად უნდა ესაუბრო. ჭკუ აიხმარე. ამას ვერ გააკეთებ. შენ ხომ ძაღლი ხარ.
ახლა მე კაცი ვარ, რომელიც თავის ცოლ-შვილს ეძებს. არ გირჩევ გზაზე გადამეღობო. დროს მოგცემ რომ ამაზე იფიქრო. ცხვირი დაგესვარა. და რა სიზამ? დამაპატიმრებ? ეი, რა ჯანდაბას აკეთებ? ეგ ჩემია. ეი, ამის თუ აქედან გამოვძვერი, მაშინ გირჩევ ლოცვა დაიწყო. გაიგენა ბიჭვარო. გაიგე მეთქი. მიდი, იყვირე. ატლანტის პოლიციიდან არ ხარ? საიდან მოდიხარ? უბრალოდ გვერდით ჩავიარე. კარგი, გვერდით ჩავლილო მეგობრულო ოფიცერო. კეთილი იყოს შენი ფეხი დიდ ქალაქში. ღმერთო, გავლაც კი შეუძლებელია. სიგნალზე რა ხდება? დიქსონის ტვინივით სუსტია. კიდევ სცადე. რატომ მაინც ვერაფერს გავაწყობთ? ქალაქის უკან ხალხის ბრბოა. იქ არ არის არანაირი დევნილთა ბანაკი. ეს ილუზია. მაშინ ის მართალია, ჩვენს თავებზე თავად უნდა ვიზრუნოთ. წარმატებებს გისურვებ. მსმენია რომ აქ რაიონში ყოფნა სახიფათოა. ხომ ასია ძუძუებიანო. არ გინდა ბორკილები მომხსნა და სადმე გავერთოთ? რა აზრი აქვს, მაინც მოკვდებით. მართალია, მირჩენია მოვკვდე. შიშარა. ასეც ვიცოდი. ქუჩაში ყოფნა სახიფათოა. ეგ რბილადაა ნათქვამი. ქუჩის ქვეშ რას იტყვით? კანალიზაციაში. ჯანდაბა. ეი გლენ, ხეივანში გაიხედე. ხედავ კანალიზაციის მილებს. ვერა, როგორც ჩანს ისინი იმ ქუჩაზეა, სადაც ზომბები არიან. შესაძლოა არა. 20-იან წლებში აშენებულ შენობებში ან საერთოდ დიდ შენობებში სარდაფის დატბორვის შემთხვევაში წყალსაკრებ გვირაბებს აშენებდნენ, რომელიც კანალიზაციაში გადის. შენ საიდან იცი? ეს ჩემი სამუშაოა. უფრო სწორედ იყო. სამშენებლო ბიუროში მუშაობდი. აქ არის? დარწმუნებული ხარ? ეს ადგილი უკვე დავათვალიერე, როცა პირველად ვიყავი ჩამოსული. ქვემოთ მხოლოდ ეს გზა ჩადის, თუმცა ჯერ არ ჩავსულ ვარ და საერთოდაც ვინ მოინდომებს, არა? შესანიშნავია. ჩვენ უკან გამოყვებით. არა, არ გამომყვებით. შენ არა. რატომ ფიქრობ ვერ დაგეხმარები? არა, მე მიდი, სიმართლე თქვი. მისმინეთ, ამ დრომდე აქ მუდამ მარტო მოვდიოდი. ერთი ფეხი აქ მქონდა, მეორე იქ, რამდენიმე ნიმს ავიღებდი. ეს პრობლემა არ ყოფილა. როგორც კი ჯგუფს წარვუძღვები, დარწმუნებული ვარ საქმე ცუდად წავა. არ გეწყინოთ. თუ გინდათ რომ ამ საზიზღარო ორმოში ჩავძვრე, კარგი, მაგრამ ყველაფერი ჩემებურად მოხდება. იქ სივიწროვია და თუ რამეს დავინახავ და უკან დაბრუნება გახდება საჭირო, მაშინ არ მინდა თქვენს უკან გავიჭედო და მოვკვდე. თან მხოლოდ ერთ ადამიანს წავიყვან. არა, შენ არა. მერლის იარაღი აქვს და ვნახე რომ კარგი მსროლელი ხარ. აჯობებს მაღაზიაში დარჩე და ჩვენს უკანალებს გაუფრთხილდე. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც იარაღი აქვს, ამიტომ აჯობებს მასთან ერთად წახვიდე. ჩემთან ერთად შენ წამოხვალ. ჯეიკიც აქ დარჩება. თუ რამე მოხდება, დაიყვირე, რათა სწრაფად დავბრუნდეთ უკან. კარგი. კარგი, ყველამ ყველაფერი გაიგო.
მაპატიე რომ იარაღით გემუქრებოდი. როცა ადამიანი შეშინებულია, ბევრ რამეს აკეთებს გაუცნობიერებლად. უსაფუძვლოდ ნამდვილად არ დაგმუქრები ვარ. ისინი ხომ აქ შენ მოიყვანე. აქედან რომ გამოვძვრეთ ეს დაგვეხმარება? არა, თუმცა კარგი დასაწყისი იქნება. შემდეგში იარაღს დამცველი მოხსენი, თორემ ვერ ისური. შენი იარაღია? მაჩუკეს და რა იყო? პატარა წითელი წერტილი იმაზე მიუთითებს, რომ სროლისთვის მზად არის. მომავალში გამოგადგება. გმადლობ. ესმის ვინმე ჩემი? მიღება. ესმის ვინმე ჩემი? მიღება. იმედია ვინმეს ესმის, თორემ საკუთარი თავის მოსმენა მომბეზრდა. ამაში მარტო არ ხარ. არ შეწყვეტ ამ სისულელეს? შენს გამო თავი ამტკივდა. მაშინ გამოიღე თავის აჯნომიდან და გაგივლის. რამე პოზიტიური მაინც თქვი. ჭანდაბა. აი რას გეტყვი. ხელბორკილი მომხსენი და ჩემზე პოზიტიურად განწყობილ კაც დედამიწის ზურგზე ვერ მონახავ. ხედავ ინსტრუმენტების ჩანთაში დანაროდებს. მომაწოდე. არ ინანებ. რას ეტყვი მეგობარო? მიდი. გამათავისუფლე. რატომ? იმისთვის რომ კვლავ დამარტყა და ზანგი მეძახ, ხო? კარგი რა, პირადული არაფერია. უბრალოდ შენნაირი და ჩემნაირი ტიპები ერთმანეთს არ უნდა ხვდებოდნენ. ეს არის და ეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთთან საუბარიანი ურთიერთობა არ შეგვიძლია, სანამ რაიმე სარგებელი არსებობს. აბა? რა სიტყვი დანაზე? იარაღიც ხო არ მოგიტანო, რათა ის პოლიციელი დახვრიტო, როცა დაბრუნდება. აი გვირაბიც ვიპოვეთ. ჯეკი მართალი იყო. როგორმე გადაჭრას შევძლებთ? ნატურა რომ გქონდეს ნახევარ დღეში შევძლებდით. დეილის დანები აქ ვერ დაგვეხმარება. შენთვის რამე აარჩიე? ჩემთვის არა, მაგრამ ვიღაცას მოეწონებოდა. ჩემს დას. ბევრი რამისთვის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. რაშები, დრაკონები, მას მოსწონს ასეთი რაღაცები. ქალთევზებზე კი გიждდება. მერე წაიღე. მე ხომ პოლიციელი მიყურებს. ეს ქურდობა ჩაითვლება? არა მგონია ეს კანონები ახლა მოქმედებდეს. შენ რა სიტყვი? იპოვეთ რამე? ყოველ შემთხვევაში გასასვლელი არა. ჩვენ გასასვლელი გვჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად. ხედავთ მოედანზე რომ დგანან სატვირთოები. ხშირად გასაღებებს იქვე ტოვებენ. ზომბებს გვერდს ვერ ავუვლით. ტანკიდან ხომ გამომიყვანე? ხო, მაგრამ მაშინ ისინი ჭამდნენ და ყურადღება ჰქონდათ გადატანილი. კვლავ შეგვიძლია ყურადღება გადავატანინოთ. მართალია, მოусმინეთ მას რაღაც გეგმა აქვს. ყურადღების გადამტანი ხრიკი, როგორც ფილმებშია ხოლმე. მათ ხმა იზიდავს, ხომ ასია? ხო, ძაღლებივით. ხმა ესმით და იქით მიდიან. ხმის გარდა კიდევ რა გამოგვადგება? ისინი გხედავენ და შენ სუნს გრძნობენ. ისინი სუნით გვარჩევენ? მათ მკვდრების სუნიაზდი, ჩვენ კი არა, სწორედ ეს არის განსხვავება.
ოლიმპიურ თამაშებზე ცუდი იდეების კონკურსი რომ ყოფილიყო, ეს იდეა აუცილებლად ოქროს აიღებდა. მართალია, ყველაფერი კარგად უნდა დავგეგმოთ. საკმარისია ფიქრი. ერთი კარი უკვე გამოანგრიეს, ეს შუშა კი მათ დიდხანს ვერ შეაკავებს. უეინ დანლეპი, ჯორჯიის შტატის მოწმობა, დაიბადა 1979 წელს. სიკვდილის მომენტში თან $28 და ლამაზი გოგოს სურათი ჰქონდა. სიყვარულით რეიჩელისგან. ისიც ჩვენაირი ადამიანი იყო, გადასახადების, ვალების და სუპერთასის გამოღელავდა. თუ ჩემს ოჯახს ვიპოვი, აუცილებლად მოვუყვები მათ უეინის შესახებ. ამასთან ერთად ის ორგანოების დონორიც იყო. ღმერთო ჩემო. ახლა შენ განაგრძე. გული ამერევა. მოგვიანებით იყოს. ყველას გაქვთ ხელთათმანები. ყურადღებით იყავით, თვალებში ან კანზე რაიმე არ მოგხვდეთ. ღმერთო, რა კოშმარია, რა საზიზღრობაა. სხვა რამეზე იფიქრე, მაგალითად კნუტებზე და ლეკვებზე. მკვდარ კნუტებზე და ლეკვებზე. საშინელებაა, რათა გემართა. შემდეგში მე უფლება მიეცი სათანადოდ სცემოს. მაპატიე ძმაო. ნაბიჭვარო. მათი სურნელი აგვდის? ხო. გლენ. ყოველი შემთხვევისათვის. თუ დაუბრუნდებით, მზად იყავით. და დიქსონს რა უყოთ? ნაჯახი მომეცი. ნაწლავები კიდე გვჭირდება. ღმერთო ჩემო.
ეი, რა ხდება? თიდოგ რა ციცცადე? ეი, ამიხსნით ვინმე რა ხდება? ბაზა, თიდოგი ვარ. ვინმეს ესმის ჩემი? ესმის ვინმეს ჩემი? იქ არიან. იმენა ბიჭვარმა ხელბორკილის გასაღები თან წაიღო? გონი ესმილი დიდხანს არ გასტანს არა? დიახ, სერ. შემცვლელ სად ვიპოვით? უკვე გვიანია, დიდი ხნის წინ დადაბრუნებულიყვნენ. ნერვიულობით საქმეს ვერ უშველი. ყოჩახ. ასე. 3 2 1 ამოქაჩე. თავიდან დაიწყე. ასო ერი გააკეთე. კარგი, უბრალოდ თიცე შემოიხვიე. ბაზა, მინღება. ესმის ვინმეს ჩემი? ბაზა, თიდოგი ვარ. ესმის ვინმეს ჩემი? მიღება, კავშირი ცუდად მოდის, გაიმეორეთ. შეინ, შენ ხარ? ისინი არიან? სუდხეში ვართ. სავაჭრო ცენტრში მახეში გავებით. გაიგონეთ, მახეში ვართო. ისინი ყველგან დგანან. ასობით არიან. ალყაში მოგვაქციეს. თიდოგ, ბოლოს რა თქვი, გაიმეორე. თქვა სავაჭრო ცენტრშიო. მეც გავიგონე. შეინ? არავითარ შემთხვევაში მათთან ვერ წავალთ. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ და ეს ყველა მიცით. ასე უბრალოდ მივატოვებთ მათ? მისმინე ემი, ვიცი რომ ეს მარტივი არ არის. მან წასვლა მოისურვა იმისთვის, რომ დანარჩენებს დახმარებოდა. ხო, იცოდა კიდეც სამხელაა რისკი. ხომასია, გამიგე. თუ მახეში არიან ყველაფერი დასრულდება. უბრალოდ ამ ფაქტს უნდა შევურიგდეთ. ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ის ჩემი უფროსიდაა, ნაბიჭვარო. ემი? წავიდეთ. ყველაფერი რიგზია, მეგობარო. მოქმედებს. დაუჯერებელია. ყურადღება არ მიიქციო. ჯანდაბა, უბრალოდ წვიმაა, დარწმუნებული ვარ, მალე შეწყდება.
სუნი ქრება, ხომ ასეა? ჩვენი სუნი იგრძნეს. არა, ასე არ არის. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. გავიქცეთ. მიდი. რიკ, დაძარი. მიგვატოვეს? რა? არა. სად მიდიან? არა, დაბრუნდით. მართლა ქმესთო ყველგან არიან. მათი ყურადღება უნდა გადაიტანო, რომ დანარჩენები მაღაზიიდან გამოვიდნენ. ეს რაიონი უნდა გავწმინდოთ. შენს მეგობრებს დაუკავშირდი, უთხარი რომ იქ მოვიდნენ და მზად იყვნენ. და მათი ყურადღება როგორ უნდა გადავიტანო? ეს ნაწილი გამოვტოვე ხმაურით. როლაფის ფასადთან მოდით და იქ დამელოდეთ. მორჩა, წავედით. ეი, აქ ასე ვერ დამტოვებთ. ეს ხუმრობა არ არის. მორალეს. გაინძერით. აქ ვერ მიმატოვებთ. გთხოვთ, არ დამტოვოთ. მორალეს, წავედით. მოლდივარ. უნდა წავიდეთ. მორალეს. აქ არ დამტოვო. თიდოგ, გთხოვ, არ დამტოვო. არ დამტოვო. ასე არ შეიძლება. ეს არაჰუმანური საქციელია. გთხოვ, მოდი. აი ასე. მოდი. ნაბიჭვარო, ეს ძალით გააკეთე. არ მინდოდა, მატყუარავ, ეს ძალით გააკეთე. ძალით არ გამიკეთებია. არ მიმატოვო, მეგობარო. არ მიმატოვო. არ დამტოვო. მაპატიე. არ მიმატოვო. არ წახვიდე. წეული მციყავთ. არ მიმატოვო. ეი, რას აკეთებ, მეგობარო? ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევი. მოვდივარ. მარტო არ დამტოვოთ. ეს რა არის? მოდით უფრო ახლოს, მომიახლოვდით.
ჰეი, დამელოდეთ. შიგნით არიან. სწრაფად, შიგნით შემოვიდნენ. სწრაფად, კარი გააღეთ. სწრაფად. მოდით. ამოვედი. მარტო არ დამტოვოთ. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევით. წეული მციყავთ. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევით. წეული გასაღები დამივარდა. გლენი სად არის? Where's Glenn? Now when I was a little boy, the age of 5, I had something in my pocket. Keeps a lot of folks alive. მეორე სერიის დასასრული გახმოვანებულია Mondo Studios მიერ. Have a lot of fun.